გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა თქვენთან ერთად მოვამზადოთ საოცრად ნაზი და ძალიან გემრიელი ტირამისუ. ნახეთ ეს როგორი ლამაზია შიგნით და რაც მთავარია ძალიან მარტივად მზადდება. მოდით დავიწყოთ. ჩვენ დაგვჭირდება 200 გრამი კრემ-ყველი, 1 შეკვრა სავოიარდის ორცხობილა, 2-3 სუფრის კოვზი კაკაო, 3 ცალი კვერცხი, 3 ჩაის კოვზი ხსნადი ყავის, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჩაის კოვზი კარგი კონიაკი სურვილისამებრ. ფორმა დესერტისთვის. მე ვიყენებ მინის ფორმას, რომ კარგად დაგანახოთ როგორი ლამაზია შიგნით. და აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, გაჩვენებთ როგორ ვამუშავებთ კვერცხებს, როცა რეცეპტში თერმული დამუშავება არ ხდება. ახლა მოვამზადოთ ყავის ნაზავი. 3 ჩაის კოვს ყავას ვხსნით 2 ჭიქა მდუღარე წყალში. კარგად ვურევთ და ვტოვებთ გასაციებლად. როცა ყავა გაგრილდება, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა კარგი კონიაკი არომატისთვის. ახლა გავტეხოთ კვერცხები, გულებს ვამატებთ შაქარს და ვიწყებთ თქვეფას. უნდა მივიღოთ კარგი გოგოლ-მოგოლი. მასა უნდა გათეთრდეს, გაიზარდოს მოცულობაში და გახდეს ხაეროვანი. ამის შემდეგ ვამატებ კრემ-ჩიზს. ოღონდ როცა გახსნით შეფუთვას, თუ შრატი ექნება, აუცილებლად გადაასხით. ახლა ყველაფერი ერთად კარგად ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე. ნახეთ რა კრემი გამოვიდა. მართლა ძალიან გემრიელია. და ახლა მინდა გაჩვენოთ როგორ ვამუშავებ კვერცხებს. ვიღებ ჯამს, ვამატებ 2 ჩაის კოვს სოდას, ვურევ წყავს და ვაწყობ კვერცხებს შიგ. შემდეგ თითოეულ კვერცხს ჯაგრისით კარგად წმენდავ. ასე ზედაპირედან ვაშორებ ჭუჭყს და ყველაფერს რაც არასასურველია და უსიამოვნოა. თქვენ ამუშავებთ კვერცხებს გამოყენებამდე? დამიწერეთ კომენტარებში როგორ აკეთებთ თქვენ. ახლა გადავიდეთ აწყობაზე. თითოეულ სავოიარდის ძალიან სწრაფად ვავლებ ყავაში, ფაქტიურად 1 წამით. არ უნდა გაჩერდეს ზედმეტად, თორემ ხელში დაგეშლებათ და ბოლოს დესერტში სითხე დაგროვდება. 1 წამი სრულიად საკმარისია. ვაწყობთ პირველ ფენას ფორმის ძირზე. ზემოდან ვანაწილებთ კრემს, კარგი ფენით და ასე ვიმეორებთ ფენებს, სანამ კრემი არ დაგვიმთავრდება. სავოიარდი თითქმის ყოველთვის ცოტა მრჩება ამ კრემის რაოდენობაზე. ბოლოს ზემოდან საწურის დახმარებით ვაყრით კაკაოს და ვაგზავნით მაცივარში მინიმუმ 3 საათით. მაგრამ თუ მთელი ღამით დატოვებთ, საერთოდ საოცრება იქნება. ეს არის დესერტი, რომელიც პირში დნება და დარწმუნებული ვარ, აწი ხშირად გააკეთებთ. მით უმეტეს ზაფხულში, როცა ღუმელის ჩართვა არ გინდათ და ზამთარში, როცა ზაფხულის განწყობა მოგენატრებათ. აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი საინტერესო დესერტები კომენტარებში. თუ რეცეპტი მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. კიდევ ძალიან ბევრი გემრიელი და საინტერესო რაღაც მაქვს თქვენთვის მოსაყოლი. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო. გემრიელად მიირთვით.